და ახლა ის ვიდეო, ის პატარა, ასე ვთქვათ, ნაწყვეტი ინტერვიუდან, სადაც ჟურნალისტი ეკითხება, თulis თუ არა კლავინდებურად, რომ ზელენსკი არის დიქტატორი და უარყოფს პრაქტიკულად ტრამპი არის ყურადღების ქვეშ მსოფლიო მედიის ტრამპის ესე ვთქვათ ურთიერთ გამომრიცხავ ხასიათზე მინდა ვისაუბროთ და მისი ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებზე ის უკვე უარყოფს რომ ზელენსკის დიქტატორი უწოდა არის თუ არა ეს მცდელობა შეცვალოს რიტორიკა რატომ შეიძლება ტრამპს სურდეს ამ განცხადების უარყოფა შესაძლოა თუ არა რომ მან ეს ვთქვათ გააცნობიერა რომ ეს პოლიტიკურად უკიდურესად საზიანო განცხადება იყო მისთვის. გამარჯობა ვიკა მოგესალმებით, მივესალმებ ჩვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესოდ მიდის თეთრ სახლში მოვლენები, მინდა გითხრათ, თითქმის წარმოუდგენელია დავეწიოთ იმ განცხადებებს და რაღაცა პოლიტიკის დაფიქსირებას, ამ პოლიტიკის შეცვლას თითქმის საათობრივად ამ ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ის თავდაპირველად რაც მოვისმინეთ პრეზიდენტი ტრამპისგან ამ 19 თებერვალს გაკეთებული განცხადება იყო მისი რეაქცია იმაზე თუ რა დაინახა მან პრეზიდენტ ზელენსკისგან და დაინახა ის რომ ტრამპის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებას თუ პირობებს ზელენსკი არ დათანხმდა, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან საჯაროდ გააკრიტიკა ზელენსკიმ ტრამპი და თქვა, რომ ის რაღაცა დეზინფორმაციის სივრცეში ცხოვრობს და ამის შემდეგ, ამას რა თქმა უნდა წინ უძღოდა ის, რომ პრეზიდენტმა თქვა, რომ ზელენსკი არის დიქტატორი და რომ მისი რეიტინგი 4%-ია. ქვეყანაში, რაც ამაზე იყო ზელენსკის რეაგირება სწორად და ამის შემდეგ დავინახეთ ეს საჯარო დაპირისპირება, სიტყვიერი დაპირისპირება. თავდაპირველად ვინც ძალიან კარგად იცნობდა სანამ მედიაში გავრცელდებოდა ეს ტექსტი პირველი შეთანხმებისა, ყველა ამბობდა, რომ საკმაოდ უხეში შეთანხმება იყო ეს უკრაინისთვის. უხეში იმ მხრივ, რომ უკრაინა სანაცვლოდ ფაქტობრივად არაფერს იღებდა, იყო საუბარი ძალიან დიდ თანხაზე, $500 მილიარდ და ასევე უკრაინას არ ეძლეოდა რაღაცა მოგება იმდენი არ ქონდა, რაზეც ვთქვათ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას შეეძლო, რომ დათანხმებოდა და ამაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა კიდეც, რომ მას არ სურდა, რომ უკრაინელების მომავალ 10 თაობას ეხადა ის ვალი, რომელიც ეხლა დაედოთ ამ ომის გამო. ამის შემდეგ ვნახეთ უკვე ის, რომ უკრაინელები დათანხმდნენ, განაახლეს ამ შეთანხმების პირობები, დათანხმდნენ შეთანხმებას და მე სულ ორშაბათს კიევში ვიყავი და მაშინ ჯერ ისევ არ იყო ცნობილი ის დათანხმდებოდა თუ არა პრეზიდენტი ზელენსკი შეთანხმებას და იყო ძალიან დიდი გაურკვევლობა კიევში. უკრაინელების ნაწილს მიაჩნდა, რომ ეს იყო რაღაცა ფორმით უკრაინის დასჯა თუ ვალის დაკისრება რაღაცა ისეთზე, რაც უკრაინის ბრალი არ არის, რომ ეს რუსეთმა უნდა გადაიხადოს ეს თანხა და არა უკრაინა. მაგრამ როგორც ჩანს ამ განახლებული შეთანხმების პირობებში უკრაინა იღებს იმას ყოველ შემთხვევაში დიდ ნაწილს იმისა, რაც უნდოდა თავდაპირველად და ამაში შედის ის, რომ შეერთებული შტატების მიერ ამ ეკონომიკური ინტერესის გამოხატვა უკრაინაში და აქ არ არის საუბარი მხოლოდ იშვიათ მინერალებზე, საუბარია ასევე ინფრასტრუქტურაზე, პორტზე, ენერგორესურსებზე. თავისთავად ნიშნავს ეს იმას, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკური ინტერესი უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა და იყოს სტაბილურობა. ეს შეიძლება ითქვას, რომ ეს გარიგება არ არის უფრო ეკონომიკური გარიგება, ეს არის უფრო შეიძლება უსაფრთხოების კონტექსტში უფრო საინტერესო გარიგება იყოს, ეს ნიშნავს თუ არა ამას. ესე ავტომატურად ვერ დავასკვნით ამას, რა თქმა უნდა, თუმცა ავტომატური უსაფრთხოების გარანტია, ასეთი ტერმინიც მოვისმინეთ ჩვენ, როდესაც საუბარი იყო ამ გარიგებაზე, რომ ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის. უკრაინისთვის ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია, გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებულ შტატებს იქ ექნება ეკონომიკური ინტერესი. შეთანხმებაში ამ ეტაპზე არ არის ჩადებული ის, რომ ამერიკა სამხედრო ძალით უზრუნველყოფს ამ ინვესტიციის დაცვას. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ალბათ ამ ეტაპზე ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ სულ რაღაც ერთი თვეზე ოდნავ მეტია, რაც პრეზიდენტი ტრამპი შევიდა თეთრ სახლში
და ახლა დაიწყო მან ამ პოლიტიკის შემუშავება იქნება ეს თუ სხვადასხვა მიდგომების და ტაქტიკების მოსინჯვა იმისთვის, რომ უკრაინაში საბოლოო ჯამში მიაღწიოს რაღაცა სახის სამართლიან მშვიდობას. ახლა უკვე ამაზე ვსაუბრობთ, რომ იყოს ეს მშვიდობა სამართლიანი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპელები მაქსიმალურად გააქტიურდნენ, შეგვიძლია ალბათ ეს ვთქვათ უკვე თამამად. და არის მოსალოდნელი ის, რომ თავდაპირველად, რასაც ამბობდა პრეზიდენტი ტრამპი, რომ ევროპა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში, რომ ევროპამ უფრო მეტი უნდა გაიღოს საკუთარ თავდაცვაზე, სწორედ ამისკენ მივდივართ ახლა. არის არ ვიცი დამთავრდა თუ არა პრესკონფერენცია, თუ არ ვიცი განცხადებები გაკეთდა თუ არა, ჯერ ვერ დავეციეთ ჯერ სიახლეებს. მაგრამ სავარაუდოდ არის მოსალოდნელი, რომ დიდი ბრიტანეთი საკუთარ თავდაცვას გაზრდის, თავდაცვაზე ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას გაზრდის. მაყურებელს რომ შევახსენოთ, პირველი ვადის დროს ნატოს მხოლოდ 3 წევრი იხდიდა 2% საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტიდან და მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ისეთი ზოგ შემთხვევაში სადაო განცხადებებით ნატოზე ზეწოლა გაზარდა, დღეს თითქმის 25 ქვეყანა იხდის. და სავარაუდოდ ძალიან მალე ყველა იქნება ყველა ავა ამ ნიშნულზე და მოსალოდნელია ის, რომ 5% არ ვიცი რამდენად რეალურია ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ითხოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 3.5%-ზე უკვე არის საუბარი, რომ ნატოს მოკავშირეები გაზდიან საკუთარ თავდაცვას. მე მინდა ასევე გკითხოთ, ზოგადად მისი განცხადებები, ცხადია, გეოპოლიტიკური გავლენა ძალიან დიდია, ხო? ტრამპის განცხადებების შემდეგ ცხადია საქართველოზეც, ესე ვთქვათ, იწვევს ხოლმე მღელვარებას საქართველოში, რას ამბობს ტრამპი, თუმცა ალბათ უფრო კარგი იქნება თუ მივადევნებ თვალყურს, რას აკეთებს ტრამპი, ვიდრე იმას, რას ამბობს. დონალდ ტრამპი ამ ბოლო დროს მისი განცხადებებიდან გამომდინარე მიიჩნეოდა, ასე ვთქვათ, რბილად რუსეთისადმი რაღაცა ლოიალურად, ყოველ შემთხვევაში ნაწილს დარჩა ასეთი განცდა ლიდერად, თუმცა დღეს ვნახეთ სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება. როგორ ახსნით აი ამ ყველაფერს თქვენ? რა ხსნა შეიძლება ამ ყველაფერს კონდეს? ძალიან კარგად გააკეთეთ თქვენ ახლა იმის ფორმულირება, რომ იმის ნაცვლად რომ ყველაფერს ემოციურად შევხედოთ, ვთქვათ, ყველა განცხადებას, ყველა tweets, თუ ყველა Truth Social-ში მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ სინამდვილეში რას აკეთებს. ასევე განცხადებების ესე შერჩევითად განხილვა ალბათ ესაც არ არის ბოლომდე სწორი, მაგალითად გუშინ იმ კაბინეტის, მინისტრთა კაბინეტის პირველ შეხვედრაზე, როდესაც მან პუტინზე ილაპარაკა. თქვა ასეთი რამ, რომ პუტინი არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი, ძალიან ჭკვიანი კაცი, მაგრამ ასევე ცპიერი ადამიანი. აი ეს ცპიერი ადამიანი მისი მხრიდან ყოველ შემთხვევაში, ესეთი მე ყოველ შემთხვევაში პირველად გავიგე, როდესაც ასეთი კრიტიკული განცხადება გააკეთა მის მიმართ. ანუ უნდა დაველოდოთ ხოლმე და ვნახოთ როგორ ითარგმნება მისი კონკრეტული განცხადებები, რაღაც ჯანსაღი ოპტიმიზმით ყოველ შემთხვევაში. უნდა გავითვალისწინოთ ის როგორი ადამიანია ტრამპი და როგორ მართავს ის პროცესებს. უკრაინის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ პირადად უშუალოდ არის ამ ყველაფერში ჩართული. შესაბამისად, ემოციური ფონი ამაღლებულია ძალიან, კიდევ ერთხელ იმ განცხადებების გამო, რასაც აკეთებს. მაგრამ გუშინ ასევე მან ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა. ასევე თქვა, რომ ის იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც უკრაინას ჯაველინები მიაწოდა, ჯაველინები, რომლებმაც რუსული ტანკები შეაჩერეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში. ანუ ის აცნობიერებს იმას, რომ რაღაცა ფორმით იცავდა, ანა დაიცვა მისმა მოქმედებებმა უკრაინა თავდაპირველად. ასე რომ ესეთი ცალკეული განცხადებებისთვის ყურადღების ზედმეტი ყურადღების მიქცევის ნაცვლად მე ყოველ შემთხვევაში ასეთი პრაქტიკა მაქვს, რომ უყურებ და უსმენ ყველაფერს, რასაც ის ამბობს. ასევე მნიშვნელოვანია მისი კაბინეტის წევრების განცხადებების მოსმენაც. იქნება ეს მაიკ უოლცი, მარკო რუბიო, ასევე ხაზინის მდივანი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ კონკრეტულ შეთანხმებას, რაზეც ხელმოწერა ხვალ გაიმართება თეთრ სახლში.
ესენი არიან ცივი გონების ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის შურვილებს ძალიან ახლოს იცნობენ და ცდილობენ ეს შურვილები რაღაცა ემოციების გარეშე გაატარონ, აღასრულონ. ასე რომ, რა ვიცი, ყველას ჩემ თავს ყოველ შემთხვევაში ვეუბნები ხოლმე, რომ ემოციები იქნება დავწიოთ, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ ჯერ მხოლოდ ერთი თვე არის გასული და ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს, განსაკუთრებით აი ხვალინდელი დღის შემდეგ, როდესაც ზელენსკი უკვე თეთრ სახლში ჩამოვა, ის იქნება მესამე ევროპელი ლიდერი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ეწევა და მნიშვნელოვანია, რომ მესამე იქნება ემანუელ მაკრონის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შემდეგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ზელენსკის და უკრაინას თეთრ სახლში რაღაცა მნიშვნელოვანი როლი და წონა ექნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. მადლობა ია თქვენ დაგემშვიდობებით, ია მეურმიშვილი.